მოგესალმებით, მაესტროზე მაქთიფანის დროა. დილა მაქთიფანის სახლში საკმაოდ ორიგინალურად დაიწყო. ნაადრევად კონკურსანტებს სტუმარი ეძვიათ. დილა მშვიდობის. როგორ ახართ? ხვალ მაკარტნის დღე გაქვთ თუ ბიტლების? მაკარტნის ხო დაბადების დღეა და აქედან გადავწყვიტეთ ჩართვა. რა სიმღერებს ვღერი ხართ? აი ამას ვღერით რომელიმე? I can wait another day. Until I call you. კარგი, მოდი, მაშინ მე ჯერ ვილაპარაკებ ამ სიმღერაზე, მე ვიმღერებ და მე რა ვიცი, იქნებ თქვენც რაღაცები იმღეროთ რა. ხვალ რასაც აპირებთ. ეს არის No More Lonely Nights, რომელიც მაგარნი 94 წელს დაწერა ფილმისთვის Give My Regards to Broad Street. გადაეცი მოკითხვა Broad Street-ს. ამ ფილმში შესულია ძირითადად ძველი სიმღერები, ბიტლების დროინდელი, როგორც The Long and Winding Road და ასე შემდეგ და ერთ-ერთი, მე მგონი სამი სიმღერაა ახალი სულ. ერთ-ერთი არის ეს No More Lonely Nights, რომელიც თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო. იცით ალბათ ეს სიმღერა, ხო? I can wait another day until I call you. You've only got my heart on the string, everything aflutter. But another lonely night might take forever. We've only got each other to blame. All the same to me, love, 'cause I know what I feel to be right. No more lonely nights. Dame დაუგრათ კიდე არ გინდა? აი, ამღერის yesterdays. ძალიან კარგი. გიტარაზე უგრავთ თავად? არა. დილა სიმღერებ ახლა ახალ გაგოძებული. Hey Jude. ერთად ასრულებენ რაღაცას. Hey Jude არის? რატონალობაშია ხო არ იცით? სამაჟორშია? მაგრამ კლაუზნი ტონალობა აგირჩევ. Hey Jude, don't make it bad. Take a sad song and make it better. Remember to let it into your heart. Then you can start to make it better. Hey Jude, don't be afraid. You never პრინციპში ასე მოკლე ხნით გაგაღვიძეთ რა. შეგინდათ მცემოთ ახლა. არა. ხო, მაგრამ დიდი მადლობა. თქვენ დიდი მადლობა. დიდი მადლობა და ხვალ გიყურებთ და გვალიშიკობთ ყველას. აი, მადლობა. კარგად იყავით. ნახვამდის. აბა წარმატებები. მადლობა. პოლ მაკარტნის ტურისათვის მზადება ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კონკურსანტები არა მხოლოდ საკუთარ მუსიკალურ ნომერზე ზრუნავენ, არამედ ერთმანეთსაც ეხმარებიან და საერთო სიმღერასაც საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით ხვეწენ. მე მოგეთ დილავარი ბერბი. შეიარაღებული ვარ თათია დოდე. კაი, სალამბალი ჰა. Close your eyes
and I'll kiss you. Arichkaro. Tomorrow I miss you. Remember, I'll always be true. How I hold and we pretend that I'm kissing the lips I'm missing, and I'll send all my loving to you. All my loving I will send to you. While my loving, darling, I'll be true. Over me, oh yesterday came sadly. Yesterday. ერთხელ აი მაგალითად იმ მომენტში he wouldn't say is rumble, ხო? იზე კი არა, ეზე გააგზავნა. ხო, შენ გაიხარე. სუსეი ისე სუაკა. ვაფშე უფრო მეტად ესე ვიზავდი, ეზე ვიმღერებდი ვიდრე სეი ხშირ შემთხვევაში. ერთხელ სვა 4-ში და ურტყავ თავში. Round, 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 round. დაუკარი შენ ხო? ბოლოში ასჯერ გაგაფრთხილეთ და მაინც შენ საშუალო. ესე იგი იწყებს აი ბოლოში არის უკვე საქართველოს გოდება და აქ გიხსნით ამდენი ადამიანი გეუბნება. აი ვერ შვები ვერ დავი. აი მოუსწრებს რომ აგზავნე მე round-ს ვერ ვაჯენ ისე როგორც ხდება. დაანებე ახლა მაგას თავი როგორც გინდა ისე დააჯინე. სხვა რამეს გეუბნებ, ხა ის სხვა რამეს გეუბნები, სხვა რამეს პასუხი. აი ეს ტრაგიზმი და ასეთი მძიმე ნოტი არ ჭირდება. აი ეს მუსიკა. აი გული დამეღალა რა, უმა დამას. ბაბუშკას რომ ღეროზე. ზაზა, მოდი რა ვთქვათ, რამდენი იქნება ბოლოში, ესე ხო არ ვიზავთ რამდენი. ჰა? ბოლოში რამდენი იქნება ეს, რომ აი მით ჩამოვყალივთ, თორე ხან რამდენია, ხან რამდენია, ხან რამდენი. აი როცა გაუხარდება ბოლო ნოტი დაიჭიროს თავის ვიბრაციას. აი მე არა, შენ გენაცვალე, რა მოიგონე ზაზა, ეხა მას როცა გაუხარდება, სად ვეძებო მაგის? არა, ჩვენ უთხრათ როდის გაუხარდება. ჩვენ როდის გაგვიხარდება ის უთხრა ზაზა. გაშოვია რაღაცა. One, two, three, four. Please believe.
მეთოდები რაც იკვრება არ გესმის აი ეს ბლუზის ხარაქტერი აი ეგ ხო როკულად მღერი და არ არის ეგრე ბლუზის სიზარმაცე თუ რაღაცა უნდა რასაც არ შვები ტარდება პოლ მაკარტნის ტური და მასწავლებელმა დირექტორმა, სკოლის დირექტორმა გადაწყვეტეს, რომ ბოლოს გვემღერა Hey Jude ყველას ერთად რა. ანუ შევთავაზე მე რომ მეთქი ჩვენ რომ დავუკრათ მეთქი და მოეწონათ ეს იდეა და გადაწყვეტეთ რომ მე დრამზე დავუკრა პიანინოზე, ანრიმ ბას გიტარაზე და ასევე გურიმ სტრინგები დაადოს თი რა ქვია კლავიშით და რა ვიცი მე მგონი საინტერესო გამოგვია და კარგად შევასრულებ მედი მაქვს სიხამი არ დაგემართეთ ვის რა გინდათ არის ვერ ვიგრძნობ მაგას ვერ ვიგრძნობ ამიტომ თქვენ სამა ეს ატარ ეს იმღერეთ სულ და ამან იმღეროს ზევიდან ეს რაღაცები თორე რა გამოი იმიტომ რომ გამოდის რომ მე ყველა მაგაზე გადადიხართ და მაგას არავინ არ ხო და ერთი წუთი მე ეს კაცი დავნიშნე მინისტრად ამ სიმღერის რასაც იტყვის დაუჯერეთ არა ეხლა დღეს გადაწყვეტეს და მე გასულ რა ვთქვით ხო უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ რატო არ აკეთებთ ანუ რას არ აკეთებენ აბა მითხარი ვინ არის არაფერს აკეთებენ ვინ არის ვინ დავსაჯო მითხარი არა ეს მოდი იქნება ბენდის გარეშე გაიაროთ რომ გავიგოთ ხო იცი რა არის ბავშვებო აბორჯღნილი ვიღაცა იქ იმას უთხრა და ეს დარჩება ესე ხო იცით რა მოდი ბენდის გარეშე გავიაროთ რა მარტო ინსტრუმენტის თანხლებით ბატონო დამავალეს რომ იმეხედა მაგ ამბავს და მე და რეპეტიციეთ და პირველი რეპეტიციის კვალობაზე ნორმალური არის და კიდე ჩავსვათ უკეთ კარგად გავაკეთეთ Remember to let into your heart არ შეიძლება ეს რო შეგეშალოს რა ტეხავს მელოდია Remember da ra 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 ჩასვეს გეხოცები მიდი რა Remember to let into your heart ეგ არის ველაც მელოდია ზუსტად გაჟღერს ტეხავს გამოც მაშინ ხანგრძლივი და შრომატევადი რეპეტიციის მერე საკმაოდ მოშიებულ კონკურსანტებს სამზარეულოში შექმზარეული კოდე დახვდათ. ეთერშია მარტივ ფანი. კარგი იყო ეს მუსიკალური ამბავი. კოტე როგორ ახარ? კარგად ეს შენ? რა მისცეს რა? როგორ ახარ? ჩემო ძმებო და დებო? მეგობრებო? პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. დღეს მოდი ვახაროთ პირველად ვაკეთებთ ამ კერძს თუ არ ვწდები არა? და ეს არის ვისაპატივცემულოდ. რადგანაც ნუ გასაგებია ჩვენი ძმების და მეგობრების, მაგრამ ვის უყვარდა ეს კერძი? რომელი მომღერალი იყო ის მაგარი და უმაგრესი რომელსაც იყო და არის და მაკარტ სხვარებია. პოლი? პოლი? ხო, პოლის ნაყვარი ეს კერძი და რა ქვია კერძი? არენჩინი. ისგან შედგება, მოდი თანმიმდევრულად მიყვეთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კარაკი კვერცხი. ნიორი კარაკი კვერცხი. გაროხს ერქვა ქართულად. გაროხს მოგახსოვთ? ბარდა. ჰა. საუდის ფურცლები, კინძი, კამა. კინძი, კამა და იქ რა იხარშება? აქ იხარშება ბრინჯი. ესე იგი, სანამ ბრინჯი მოიხარშებოდეს, ჭრით კინძ და კამას წვრილად. კინძ და კამას წვრილად. ეს გვინდა ინგრედიენტი. კარაკთან ერთად უნდა ამბობდე. ოჰო, რა კერძი გელოდებათ. განწყობა როგორია, მეგობრებო, აბა მითხარით.
გენაცვალეს რა დაგჭექეს ბიჭო. ანუ რამდენადაც ვიცი პოლ მაკარტნის ტური გველოდება წინა რა. ანუ ყოველი მონაწილე ამჯერად წარდგება პოლ მაკარტნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერით და ვნახოთ ამჯერად რას იზამენ ჩვენი კონკურსანტები, იმიტომ რომ წინა დანარჩენი ტურები მართლა გითხრათ, მინდა გითხრათ რომ ესე გაიარეთ რა, გაღებული კარებით. მოკლედ არის გათქვაფილი კარაქი ნიუ-იორკთან, მწვანილთან, ანუ მწვანილი შედგება ქინძისგან და ცოტადენი კამისგან, შავი დაფხვილი წიწაკა და ნიუ-იორკი. ეს ყველაფერი არის მიქსერით გათქვაფილი. და რო არ გამძნარიყო, დებთ საყინულეში დაახლოებით ესე 5-10 წუთის განმავლობაში. აი ეს მხარე და აი აქედან დაიწყე ჯობია. ესე წვეტიდან ჯობიათ ყოველთვის დაწყება? რა თქმა უნდა, აბა აქედან ვინ იცი? არა, რატო იცი რომ აქ ხო უფრო გლუვსი, ну კაი ხო რა, ხან წვეტიდან გინდა, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა. აი ესეთი საინტერესო დავალება მომეცა ჩვენო ერთგულო ტელემაყურებლებო. იმის მაგივრად რომ დამსვან ცენტრში და მომემსახურონ, ყავა მომიზადო რაღაც, აი მახეხიებენ სტაფილოს. რა ხდება ამასობაში? შუშავხეხეთ. სტაფილოს, ცოტაოდენ ზეთში, ნიორსა, შავ დაფხულ წიწაკასა და მარილთან ერთად. და რამდენი წუთი უნდა იშუშოს ამან? დაახლოებით ეს 3-4 წუთი. ანუ რომ ეს ხრატუნა გემო არ დაკარგოს და თან მოთუშულიც იყოს. თან მოთუშულიც იყო. ფერს შეიცვლის, ოდნავ მოყვითალო ფერი რო დაკრავს უკვე. უკვე მზად არის? უკვე მზად არის. ჩვენ მოდი ერთი სიმღერა კიდე გავაჟღეროთ. ან ბიტლზების თუ გნება, თუ მაინდა-მაინც პოლ მაკარტნი არ გახსენდებათ, ბიტლზების შესრულებით შეგვიძლია შევასრულოთ. შეგიძლია, ანდრი? ანდრი იწყებს ხოლმე და მე მიყვებენ ბავშვებიც. წავიდა, აბა. ჰოპ, ჰოპ, ჰოპ. When the night has come and the land is dark and the moon is the only light we'll see. No, I won't be afraid. No, I won't be afraid. Just as long as you stand. ინგლისური იცი? გოგოები. გახსენე, მომღერალი რო. აბა უფრო აქტიურად წავიდა. And I know when the mountains crumble to the sea. I won't cry, I won't cry. I won't shed a tear. Just as long as you stand by me. So darling, darling, stand by me. Stand by me. That's the only thing I just stand by me, darling, darling, stand by me. Stand by me. Leninia. Stand by me. Stand by me. Stand by me. Yeah. კარგი. ამასობაში ჩვენ ერთგულო დელემაყურებელო. კონსტანტინემ აქ ესე იგი ვუდუ ამბები გააკეთა და ბრინჩი გაურია ფერშესვლილი მოთუშული სტაფილო. და ესე იგი რა ხდება? ცოტა მარილი კიდე დაემატა ამას, ხო ყველაფერს? და ცოტა შავი წიწაკა. ცოტა, ხო? ეგ ცოტაა? აბა რა არის? 2 კილო. მე ხოთი მეგრელი ვარ და ჩემთვის რაც უფრო ბევრს დაამატებ წიწაკას, მე უფრო გემრიელი არის კერძი, მაგრამ ბრინჯის გუნდას ხო, ატრიალებ, ესე ამრგვალებ. ბატონო. მე გათქვაფილ კვერცხში ავლებ. მერე? აგდებ სუხარში. ნახე როგორი გუნდები გამოგვივიდა. მერე კიდე ეგრე აკეთებ და მე კიდე ეგრე აკეთებ. ანუ რამდენჯერმე უნდა გააკეთო? რაც უფრო ბერჯელ გააკეთებ, უფრო სქელი ნაჭუჭი ექნება გარედან. გასაგებია. ამასობაში კოტეს ძალიან ლამაზად გამოუვიდა ეს რაღაცა ძალიან საინტერესო კერძი, რომლის სახელიც კიდევ ერთხელ შემახსენე. აბა თუ გაგახსენდება. რაღაცა ის იყო, ხო? არანჩინი. არანჩინი? ხო, არანჩინი. არანჩინმენდლები. კარგი, აი ესე გამოიყურება ის, რასაც ჩვენ მთელი 1 საათის განმავლობაში, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში წავავდით. მოკლედ, ჩვენო ერთგულო ტელემაყურებლებო, მოდით ახლა კიდევ ერთხელ გავიაროთ თუ რა ინგრედიენტებისგან შედგებოდა ყველაფერი ეს, სანამ დაგემშვიდობებით. ესე იგი, როგორც იცით, ბრინჯი წინასწარ მოიხარშა და მასში გაერია სუნელები და ასევე წინასწარ უკვე მოთუშული სტაფილო. შემდეგ ჩვენ ცალკე
დავამუშავეთ კარაქი, სადაც იყო მოთავსებული მწვანე ლეულობა, ქინძი და ეგრეთ წოდებული პეტრუშკა. ასევე ნიორი გემოვნებით და მომზადა ერთგვარი მასა, რომელიც მერე უკვე ამ მოხარშულ ბრინჯის გუნდაში ჩავდეთ შიგნით და თავზევე დავახურეთ ცოტაოდენი ბრინჯი, რომ მიიღოს გუნდას ფორმა და შემდეგ უკვე ამოვავლებთ კვერცხში და სუხარში, როგორ თქვით, სუხარს რა ქვიაო ქართულად? ორცხობილო საფანი. ორცხობილო საფანი. მერე ისევ გავიმეორეთ რამდენჯერმე, ამას რომ კანი ამ ყველაფერს ჰქონდეს მკვრივი, დაახლოებით ისევე როგორც ისეთივე მკვრივი, როგორც აი კიევურ კატლეტს. შემდეგ უკვე ვიღებთ სალათის ფურცლებს და მათ, ასე ვთქვათ, ჭრით უხეშად ვალაგებთ თეფსზე, შესაბამისად პომიდორი, კიტრი, ასევე ბარდა და რა თქმა უნდა, ცოტაოდენი ზეთი თუ რა იყო ძმარი, ხო? ძმარი, რომელმაც მიიღო ასევე ძალიან კარგად დაძმაკაცდა ყველა ინგრედიენტთან და აი, საბოლოო ჯამში გამოგვივიდა ესეთი საყვარელი კერძი ისიო პოლ მაკარტნის საყვარელი. არა მარტო პოლ მაკარტნის, ასევე შეიძლება ითქვას, რომ ჯონ ლენონის ჰარისონის, მადონასი, რიჩარდ გირის, სპილბერგის, მე კი კლავ იმედია ჩვენი ჯამაგირის. მოკლედ ამით შეგვიძლია რომ პრაქტიკულად დაგემშვიდობოთ, დაგიქნიოთ ხელი, რადგანაც სულ რამოდენიმე წამში ყველა ეს ინგრედიენტი, რომელიც ჩვენ ახლა ჩამოთვალეთ, ისევ და ისევ რამდენჯერმე აიმიქსდება და თითოეულ ჩვენ კონკურსანტს ექნება საშუალება რომ დააგემოვნოს ჩვენი უნიჭიერესი მზარეული სკოტის მიერ მომზადებული პოლ მაკარტნის და სხვა სტარების საყვარელი კერძი. აში გორაზო, აში. კონცერტის ყურების დღეს მაგთიფანელები დიდი ინტერესით ელოდებიან. თუმცა ზოგიერთი მათგანი პრინციპულად არ ესწრება კოლექტიურ ჩვენებას. ამჯერად კონკურსანტებთან ერთად კონცერტის განხილვას მაგთიფანის სკოლის დირექტორი ზაზა ხუსიშვილიც შეუერთდა. არაოფიციალური ის დავარქვათ ახლა. როგორც ბენდის წევრების ნელა ფისადანჩი. იგი დირექტორის ამპლუაში არ ვარ ამ. როცა გითხეს რომ ზაზასთან ერთად უნდა გვეყურები და თვითონ რა შემოვიდა და დღესო არ ვარ რომ მე ვარ დირექტორი და არც უბრალოდ ბენდის წევრი, როგორც ბენდის წევრი ისე განმიხილოთ. აი ძალიან კარგი იყო ჩვენთვის. რა ჩინაურული სიტუაცია. აი ეს რა ლამაზი ფრაზა იყო. რა ლამაზი ფრაზა იყო. შედარებით ნორმალურია, ვიდრე რეპეტიციებზე იყო რა ეს თვითონ ეს სიმღერა. რეპეტიციებზე ასე ვთქვათ საერთოდ არ მომღერია და ზაზამაც იგივე აღნიშნა. ზაზას რჩევა, ჩაჩავს მარტის იგივე რჩება რომ სულთად ვიმღერო. აი გიტარაზე თუ შეამჩნიათ როგორი აი მოკლე ისინი ტუპ აი ისინი არა აქ სიგზები რა აი რაღაცა ეტყობა სიმებია გამოსასვლელი და თვითონაც ნუ ეხა ეს არ არის ესეთი გიტარა რომ უკეთესი ხმა ქონდეს რა აი პირველი არ იყო სუფთა ბექების ხო შეატყვეთ One dream, one soul, one prize, one goal.
one golden glance of what should be. It's a kind of magic. One flash of light that showed the way. No mortal man can win this day. It's a kind of magic. The bell that rings is at your mind. It's challenging the doors of time. It's a kind of magic. The wedding scene. წინაზეც არ დავესწარი იმას ტელევიზორის ყურებას და დღესაც, იმიტომ რომ არ მინდა. უბრალოდ ამ ეტაპზე მნიშვნელობა აღარ აქვს ნახავთ ხოლმე. არაფერს არ მახვედრებს, არაფერს არ მაძლევს, არ მსიამოვნებს რო უსმენ არც ერთის გამოსვლას. გადავწყვიტე რომ ამის შემდეგ აღარ უყურო ჩანაწერებს, გარეთაც რო იყო მომავალი კონცერტის ჩანაწერს არ ვნახავ. Somebody to love me, somebody to me, somebody to love me. კონცერტზე ხო არის ის რა? აი, ჩანაწერში ეგრე. Find me, somebody, find me, somebody, find me, somebody to love. Anybody find me, somebody to. ეს მელოდია დაგავეცო. და თან ზევიდგინე და კიდე წასვლა და დროზე მივხვდი რომ просто მანამდე არა გურიკო აღარა ხარ გუდია ეგა გუდი I'd sit alone and war aside. We were the praise and where it's trust. You made us feel, you made us feel. You had it on the radio. You gave them all the old songs just the other words and waited my bars. You made him laugh, you made him cry, you made us feel like we could fly. So don't become so background noise, a backdrop for the cannibals. We just don't know, we just don't care, and just complain when you're not there. You're არ ვიცი, აი ვერ გავიგე, ახლა რო უყურეთ ხომ ის არის რა ქვია. მე არ მო. ჰა? ანუ ჯგუფს არ აქცევდიო ყურადღებას, თითქოს კარაოკეზე მღეროდიო და მაგიგით. I'm gonna have myself a real good time. I feel alive in the world. It's turning inside out. Yeah. I'm floating around. ერთი დავასწრებო? შეიძლება ერთი ზამი. Stop me. Don't stop me now. აი, ყველა ფრაზა როგორ მოხსენ. აი, ერთხელ ხო გითხარით მე არა? Gonna have myself and a good time.
ეგ მაგაზ მეც გითხარი ადრე გახსოვს? ფასონერებში. მომავალში აი მთავარი არის გასვლა რა. უფრო საინტერესოდ უფრო იმათ. დღეს გქონდა ასე ვთქვათ ბედნიერება იმის რომ ზასას ჩვენს დირექტორთან ერთად ზაზასთან ერთად გვეყურებინა ჩვენი კონცერტი, ანუ Queen-ების კონცერტი, რომელიც წინა კვირას იყო. ძალიან გამიხარდა და ძალიან მოხარული ვიქნები რომ ყოველთვის ზაზასთან ერთად ვუყუროთ ხოლმე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანიც არის საინტერესოც და აუცილებელიც მის შეფასება ჩემი აზრით. Defying the laws of gravity, I'm a breaking ball on my way to ride, letting it out. I'm gonna go. There's no stopping me. I'm burning through the sky. 200 degrees, there's something calling me since Fahrenheit. I'm traveling at the speed of light. I wanna make a supersonic man out of you. დარბაზი ფეხზე აყენეთქო. ია, მე მგონი ყველაფერს მიხვდით ხო, რაზეც საუბრობდით. ცუდი ნამღერი ნამდვილად არ იყო. ვითვალისწინებ ყველა რჩევას და რა თქმა უნდა, ყველაზე ბედნიერი ვარ იმით, რომ მე თვითონაც ვხვდები ჩემს შეცდომებს. როგორც კი გამოვედი სცენიდან, ეგრევე ვთქვი კიდეც როგორაც იყო და ზუსტად ისე იყო. აი კუპლეტი იყო წესი ხო? გამოგლა რა. ედი და ალბათ. არა მე იმას ვერც მივხვდი. რა ჩავედი მე მითხრა. To fall in love was my very first mistake. I don't know, I was far too much in love to see. Whoa, jealousy, look at me now. Jealousy, you got me somehow. მოვუსმინე მაქვს კონცერტზე შესწონები რაც არ მომდიოდა არასდროს რეპეტიციაზე არ ვიცი ანუ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობდი რომ არ ვნებილობდი იმ წუთას მაგრამ ეთყობა მაინც იმოქმედა და მაქვს რაღაცა არამყარი ბგერები რაც მეორე კუპლეტში უფრო გამოვასწორე მაგრამ ეხლა რო ვფიქრობ იმდენად რთული სიმღერა იყო ამ გადმოსახედიდან შეიძლება აღარ ამეღო ეს სიმღერა, იმიტომ რომ ძალიან მაგარია, ძალიან გამიხარდა როცა შემოთავაზეს ეს სიმღერა, მაგრამ აი ჩემი ნერვიულობის ფონზე ძალიან სარისკოც იყო ეს ამ სიმღერის აღება. ვეთანხმები ჟიურის, მაგრამ მაინც რატომღაც მგონია რომ -3 არ უნდა დაეწერა ანტიჟიურის. Sometimes I feel I'm always walking too fast and everything is coming down on me, I go crazy. Oh, so crazy. I'm living on my own.
ყველა სიმღერაში რაღაც ხარვეზი იყო, აი არც ერთი არ იყო ისეთი. მერკურის ვარიანტს ბევრად ჯობია, მინდა. კი, მართლა ჯობია. თან აი მაშინაც ხო ვითხარი, იოლელე რო არ არის ბექებში, ხო? აი ძალიან კასტორი მიგნება ფონებით რო შედის, აი რაღაც ძალიან მოაქ რა. კარგი, აბა საკუთარი მასზე ვისაუბროთ. მე უყოფილობ ჩემით რომ სიტყვების შეშლამ ძალიან შემიშალახელი ემოციურად. აი რა მაინტერესებს? ერთი კვირა გავიდა, ხო თითქმის? კი. აი როგორ ფიქრობ, ხვალ მოკეთ იმღერებდი ბევრად? კი, იმღერებდი. მე არ ვიცი უკეთ იმღერებდი თუ არა. მაინც არ ვეთანხმები იმას, რომ დაბალი ბგერები არ ჟღერს, იმიტომ რომ არ ჟღერს არა მე რაც ანუ დავიჭირე, იყო ორ ადგილას დეტონაცია და რომ მაგის გამო რომელსაც შენიშნა, ნამდვილად არ უარყოფ. მიღავი რა. вообще არ მახსოვს სოდაშორის სცენაზე მართლა იას ვეუბნებოდი ამასინაც რომ რა ვიმღერე როგორ მიმღერე როგორ დავამთავრე შვაში რა ვქენ პირველად დავემართა ეგეთი რაღაც. აი რა ღელავთ გასვლისი? გასვლისი ღელავთ. აი როგორც კი დაიწყება და წავიდა პირველი კუპლეტი მე ხო და ისე რაღაცები რომ მქონდა ახლა. არა მე მაშინაც ხო ვითარეთ ამ კონცერტის წინ აი რამდენი ხანია ღელვა მაზე რა ქვია. აი როცა როგორ გითხრათ, აი როცა მარტო მე ვარ საკუთარი თავის პატრონი და რაღაცა ხო საკუთარი იქ აი ჩემი ჯგუფი როცა არის ხო და ჩემი პროგრამა და აი აქ ეხლა ესეთი ექსპერიმენტი ჩემი ჯგუფისთვისაც ახალია და სხვათა შორის აი ძალიან მიხარია და არა მე სიმართლე გითხრა აი ბოლო 2 დღე რეპეტიციებზე რაც იმღერეთ კონცერტზე ბევრად უკეთესი იყო რა. ანუ გასვლის წინ ყოველთვის მნერვიულობ და სულ მაგ გამოსვლის წინ რაღაცის პანიკებში ვარდები. ეს ერთადერთი სიმღერა იყო, რაც გამოვიდიოდი, ანუ ყოველთვის რო გამოვიდიოდი, ნერვიულობდი, მაგრამ ამ სიმღერის გამოსვლის წინ ნერვიულობდი, მიზეზი ვიცოდი ნერვიულობის, რომ ბოლოში 2 უნდა გავაკეთო თუ 3, ეს ხო კარგად მახსოვს და გურისაც ეუბნებოდი, რომ ეს თუ შემეშავა მეთქი, ამაზე ვინერვიულობ თქო. სხვებთან დაკავშირებით არ ვიცი, ანუ ახლა მათ რა დისკომფორტი ქონდათ, ნუ ერთი საერთო ის არის, საერთო დისკომფორტი რაც არის, ანუ არის ეგ არის, ანუ მე რაც ვიცი არის ნერვიულობა და სხვა უკვე აღარ ვიცი რა. ერთ რაღაცას გთხოვთ რა, რაც არ უნდა ნაცნობი იყოს, რაც არ უნდა ისტორია, ხო მოგიყევით, ლენონი უფროსი იყო თავის ჯგუფში და როგორ არიგებდა ჯგუფს. აი ვინც არ უნდა იყოს, არასოდეს არ დაიწყოთ იმაზე ფიქრი, ახლა ის რას ფიქრობს, ეს რას მეუბნება, ამასთან რა ისტორია მაქვს, ხვალე ამას რო შევხვდები რა უნდა უთხრა და ესეთი რაღაცები. აი შუშის თვალებით გაატარეთ, აი სახე, უბრალოდ სახეები და ან შეგიძლიათ ვინმე თქვათ გაიხედოთ და რაღაცა იმას უმღეროთ იმ მომენტში და რაღაცა, მაგრამ აი რაღაცა ფიქრი იმაზე, ის ვინზის, რატოზის, ეს დაივიწყეთ. ეს არის შეცდომის ნომერი პირველი ის.